და იმას კი არ ვთხოვ, რომ წმინდაო პეტრე, წმინდაო პაოლე, როგორც თქვენ იყავით ერთგული მსახური სიმართლისა, დევნული სიმართლისათვის, მომეცი ძალა, მეც ვიყო ერთგული მსახური სიმართლისა, რომ ყველანაირი შიშის, ცილისწამების, უსამართლობის წინაშე არ შევწვკე, არ გავწყდე. და თან გპირდება ქრისტე, რომ ამის გამო მოგცემ წყალობას, ნეტარი იქნები, თუ შენ ამას შეძლებ. და მოვდივართ და რას ვთხოვთ ჩვენ? ღმერთო, კარგად ვიყო, აი ის რომ დაჩაგრეს ის ჩემი ახლობელი მეგობარი, მეც არ დამჩაგრონ. ის კი არა, რომ ღმერთო, შეეწი ამ ადამიანს, ღმერთო, მომეცი ძალა, რომ გვერდში დაუდგე, არა. აი ის რომ დაჩაგრეს, მე ხომ არ ვჩაგრავენ. ხო და მე ვიყო კარგად და არავინ შემეხოს. პავლე გეუბნება, რომ პირიქით ხარ მორწმუნე, მაშინ შენ დევნული უნდა იყო და შენ ამბობ, რომ არავინ შემეხოს. აი ეს კომფორტი, ეს იდილია არავინ დამირღვიოს. ამას ვთხოვთ ჩვენ, ჩვენს ლოცვებში ამას ვთხოვთ ჩვენ. იმიტომ რომ არ გვინდა სხვის გამო ოდნავაც კი პრობლემა შემექმნას. და აბა სად არის თავდადება? სად არის სიყვარული მაშინ?